სამწუხაროდ საქართველოს და განსაკუთრებით ბათუმი გახდა თავშესაფარი იმ ბიზნესმენებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში არიან ძებნილები. ხაცმა არ იცის, საიდან მოდიოდა ეს ფული. ბათუმში ჩამოსვლის შემდეგ მან ასევე დაამყარა კომუნიკაცია თავისი ბიოგრაფიის მსგავსი ბიოგრაფიის მქონე ადამიანთან გაალი პოსტი ხარ, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ბათუმში მორიგი დეველოპერული პროექტი განახორციელონ, თუმცა გამომდინარე სწორედ იქედან, რომ ბატონი ოსტურქიც და ბატონი შუნც არიან ძებნილები საკუთარ ქვეყანაში, აქვთ საკმაოდ მძიმე ბიოგრაფია, წარმოუდგენელია თუ როგორ შეიძლება განვითარდეს ამ დეველოპერული პროექტის ბედი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს შემოდიან ბიზნესმენები, რომელიც არიან ჩართული ტრანსნაციონალურ დანაშაულებში, არიან ჩართული ნარკოდანაშაულებში და მიუხედავად ამისა, ქართული ოცნება მათ თავაზობს სასარგებლო პირობებს, რაც რა თქმა უნდა მეტყვანებს იმაზე, თუ რა ბიზნეს გარემოა დღეს საქართველოში.